ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მეზვერისა და ფარისეველის იგავის შესახებ. ეს იგავი იკითხება სულთმოფენობიდან 34 შვიდეულის კვირა დღის წირვაზე და ამ იგავის წაკითხვა ამავე დროს ნიშნავს დიდი მარხვის წინა მოსამზადებელი პერიოდის დაწყებას. 3 კვირა გრძელდება დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და პირველი კვირა არის კვირა, როდესაც იკითხება პირველი შვიდეული იწყება აი სწორედ იმ კვირით, რომელ კვირასაც იკითხება 3 კვირით ადრე ყოველთვის იკითხება მეზვერისა და ფარისეველის კვირა. რა არის ესე იგი მთავარი მიზანი დიდი მარხვის წინ ჩვენი სამზადისისა? რაში ვლინდება უფრო სწორად რო ვთქვათ სამზადისი დიდი მარხვის წინ? სამზადისი გულისხმობს კარგად გავიაზროთ, რა ხდება დიდ მარხვაში, რა სულიერი შრომა, რა სულიერი საქმე, როგორია, ასე ვთქვათ, ჩვენი ასეთი რისი შემეცნება გვმართებს დიდ მარხვაში. და შეიძლება თავამად ითქვას, რომ მთავრესი აქცენტი არის გადატანილი სინანულზე, სინანულის სათნოებაზე. და რატომ? იმიტომ, რომ აი დიდი მარხვის უფრო სწორედ განვლილი იანვრის დღესასწაულების განმავლობაში ჩვენ ვიზე იმედ შობა, ვიზე იმედ წინადაცვეთა, ვიზე იმედ ნათლისღება, ნინაობა და აი ყველა ეს დღესასწაული ჩვენ გვაძლევს სწავლებას ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ, რომ შობაც, წინადაცვეთაც, ნათლისღებაც და სხვათა შორის ნინოობაც ეს არის დღესასწაულები, რომლებიც ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვახსენებენ იმას, რომ იწყება შობის დღესასწაულით, უპირველეს ყოვლისა იწყება დასაბამი ჩაეყარა მაცხოვრის შობით ახალი, ესე იგი, ცხოვრების დაწყებას. იწყება ახალი ცხოვრება. რა არის ეს ახალი ცხოვრება? ახალი ცხოვრება ეს არის ძველი ცხოვრების, ანუ ცოდვილი ცხოვრების საგან განშორება და ასეთი უცოდველი, სულიერად განწმენდილი, განათლებული, გაჯანსაღებული, ანუ ახალი ცხოვრების, ახალი ადამიანის დაბადება. და აი ეს ყველა დღესასწაული საბოლოო ჯამში ერთი პირობაა ყველაფერი ამისთვის. იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენს მიერ ახალი ცხოვრების დაწყება, აუცილებელია, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ განვეშოროთ ძველ ადამიანს, ჩვენში არსებულ ადამიანს, სნეულს, ცოდვილს და განვეშოროთ ჩვენი ახალი ცხოვრების წესის აღიარებითა და ამ გზაზე დადგომის გადაწყვეტილებით. აი როგორც კი ადამიანი აი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ განეშორება ძველ ცხოვრებას, ცოდვილ ადამიანს, ცოდვილ, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესს, აი ეს გადაწყვეტილება თავისთავად არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ
ადამიანი შეუდგეს რა ღვთისგან ადამიანმა მიიღოს ძალა ახალი ცხოვრების დაწყების. ნათელი მიიღოს. ანუ ვინ ღებულობს ნათელს, აი რა არის მაგალითად ნათლის ღების არსი, რომ ნათელს ღებულობს ის, ვინც ძველ ცხოვრებას მოიძულებს, ცოდვილ ცხოვრებას მოიძულებს და როდესაც ძველი ადამიანის სიკვდილი ხდება, ანუ ადამიანი წყვეტს კავშირს ძველ ადამიანთან, საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან და იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეუდგეს ღმერთს და იცხოვროს უცოდველი ცხოვრების წესით. აი ეს არის მთავარი და თვითონ აი ამ გადაწყვეტილებას სხვანაირად ასევე ქვია სინანული. ანუ წუხარება იმის გამო, რომ ადამიანი აქამდე ასე ცხოვრობდა. ანუ ეს ესე იგი ძლიერი სინდისის ქეჯნა არის, რომ ადამიანი აღიარებს, თუ ადამიანი აღიარებს, რომ მისი ცხოვრება აქამდე იყო ცოდვილი, ბუნებრივია, თუ ეს აღიარება გულწრფელია, იქ მას ახლავს მწუხარება. მწუხარება, რომ ადამიანი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობდა და მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი ღვთის წინაშე და აი იმისთვის, რომ მან ახალი ცხოვრება დაიწყოს და ღმერთი დაეხმაროს ამ ღვთის გარეშე ეს ვერ მოხდება, მან რასაკვირველია გულწრფელად უნდა დამწუხდეს იმის გამო, რომ აქამდე ღმერთს ფაქტიურად ნებსით, უნებლიეთ, მეცნიერებით თუ უმეცრებით ღმერთს შეურაცხყოფდა. იმიტომ რომ ყოველი ცოდვა ეს არის ღმერთის სიწმინდის შეურაცხყოფა. ყოველი ცოდვა ეს არის ღალატი ღვთისა და რასაკვირველია ეს პირველ რიგში რჩეულ ერს, ღვთის ჯულის მქონე ერს მოეთხოვებოდა, თუმცა შემდგომ რასაკვირველია ეს გავრცელდა მთელს წარმართულ სამყაროზე ეს მოწოდება, რომ ადამიანებმა საკუთარი, ესე იგი, გულში დაწერილი კანონით, ანუ გულში დაწერილი კანონი არის სინდისის ხმა. აი სინდისის ხმის მიხედვით ადამიანი ყოველთვის ხვდებოდა, მაშინაც კი როცა ჯული არ ქონდა ჭეშმარიტი, რომ რა იყო ცოდვა და რა არა და აი სწორედ გულში დაწერილი კანონის საფუძველზე უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, რომ წყვეტს კავშირს ცოდვილ ცხოვრებასთან და იწყებს ახალ ცხოვრებას. აი ეს არის მთავარი, ესე იგი, თემა ამ დღესასწაულებისა. ნათლისმცემელი არის განმანათლებელი, წმინდა ნინო არის განმანათლებელი ქართველი ერისა, ნათლისმცემლის ნათლისღება არის წინასახე ქრისტიანული ნათლისღებისა და აი ამას ყველაფერს წინ უსწრებს სინანული. გულწრფელი სინანული. ისე კი არა, რომ აი მე მინდა დავიწყო ახალი ცხოვრება. არა, მე ვნანობ ჩემს ცოდვებს და თხოვ ღმერთს, რომ ეს ცოდვები მაპატიოს. თუ მე სინანული არ მაქვს, შესაძლებელია მე ვერ დავიწყო ახალი ცხოვრება. არ მომეცეს ეს მადლი, იმიტომ რომ ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ იგი თავისუფლდება ძალიან დიდი ტვირთისაგან, ძალიან დიდი სნეულებისაგან და ეს მხოლოდ მოწყალების გამო ხდება და მას უნდა ქონდეს ეს განცდა, რომ დიდია მისი დანაშაული ღვთის წინაშე და აი უნდა ითხოვდეს ამ მოწყალებას. შესაბამისად, აი უკვე აი ამ როგორც თქვით, იანვრის დღესასწაულები, რომელიც ყველაფერი აი ამ ახალი ცხოვრების დაწყებაზე, ძველი ცხოვრების უარყოფაზე, ძველი ადამიანის და ცოდვილი ადამიანის სიკვდილზე გველაპარაკება, აი ძალიან ლოგიკურად მოყვება უკვე თებერვლის თვეში ყოველთვის იწყება ეს დიდი მარხვისთვის მზადება და დიდი მარხვისთვის მზადება სხვა არაფერია თუ არა სწორედ უკვე ქრისტიანულ ასე ვთქვათ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანების უკვე მცდელობა, რომ უკვე მონათლული ადამიანი, რომელიც მოინათლა და რომელმაც მიიღო ეს უცოდველი ბუნება, ანუ ფაქტიურად ნათლობაში ადამიანი, მონათლული ადამიანი ანგელოზებრივ მდგომარეობაშია, ანუ სრულიად უცოდველია, მაგრამ ბუნებრივია
წუთი სოფელში მცხოვრები ადამიანი უამრავ ცდურებაშია და მეტნაკლებად ყველას ცოდავს. ანუ არა არის კაცი, რომელიც ხომდეს და არასოდეს. შეუძლებელია, რომ ესე თქვა სრულყოფილად ყველას. შესაბამისად, აი უკვე მონათლული ადამიანების საზოგადოებაშიც სამწუხაროდ ცოდვები ჩნდება და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ცოდვები მრავლდება და არის მაგალითები, როდესაც საკმაოდ ძიმდება არათუ მარტო პიროვნება, არამედ საზოგადოება ცოდვებით და აი სწორედ ქრისტიანული სწავლება გვეუბნება, რომ ყოველი ასეთი ცნების დარღვევის შემდეგ ღმერთი გვაძლევს საშუალებას, რომ აღდგეთ აი ამ უცოდველ მდგომარეობაში, კვლავ განვახლდეთ და აი ამ განახლებისკენ მოგვიწოდებს. და სინანული ეს არის მარადთანამდევი ჩვენი სათნოება, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, შეუძლებელია სრულყოფილად თვით წმინდანებიც კი, რომლებიც ძალიან დიდ სიმაღლეზე იყვნენ უკვე თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში და სასწაულებს აღასრულებდნენ, იმდენად დიდი იყო ძალა ღვთისა მათში, მაინც გზნობდნენ, რომ აი ბოლომდე მცნების შესრულება სრულყოფილი ადვილი არ არის და ისინიც გლოვობდნენ, ისინიც წუხდნენ და მით უმეტეს ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს გვმართებს მუდმივად ფიქრი განახლებაზე. იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ შევეგუებით იმას, რომ აი ჩვენ რაღაც სათნოება შევძელით, რაღაც ვერ შევძელით და თითქოს ეს ჩვენ, ჩვენი ზღვარია, ჩვენ თვითონ თუ დაუდგენთ ჩვენ თავს ამ ზღვარს, რომ აი ჩვენ თუ შევაფასებთ ჩვენ თავს, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე გავაკეთეთ და ვალმოხტილები ვარ და ესე ვალმოხტილის განცდა გვაქვს. აი როგორც კი ამას ესე ვთქვათ, ვიფიქრებთ, აი მაშინ რასაკვირველია წყდება ეს განახლების პროცესი, ადამიანი კარგავს სინანულს და იგი ვარდება თვითკმაყოფილებაში, თვით დაჯერებაში და უკვე რასაკვირველია იწყება ის საჩინელი ცოდვა, რომელსაც ქვია ამპარტავნება და საკუთარი თავის ტკბობა, ანუ პატივმოყვარეობა. რაც არის ყველა სხვა ცოდვების საფუძველი. და აი სწორედ ეს მეზვერისა და ფარისეულის იგავი პირველ რიგში გვეუბნება, რომ ადამიანის როგორი სიკეთეც არ უნდა ქონდეს ადამიანს გაკეთებული, როგორი საღვთო ჯულის აღსრულებაშიც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მისი შედეგი რაღაც ძალიან მაღალი ხარისხის, აი ვთქვათ, ადამიანი იცავს, ვთქვათ, საღვთო ჯულის წესებს, შესაწირავს, წირავს, არხულობს, მოწყალებას აკეთებს და აი ამას ყველაფერს აკეთებს და როგორი დიდიც არ უნდა იყოს ესე, როგორი მრავალმხრივიც არ უნდა იყოს მისი სათნოებანი და ჯულის აღსრულება, თუ მას სინანულის განცდა არ აქვს, ესე იგი მან შეწყვიტა სწრაფვა სულიერი განვითარების. ის შეეგუა რაღაცა გარკვეულ არასრულყოფილ მდგომარეობას, ანუ ცოდვილ მდგომარეობას შეეგუა და ეს არის სულიერი სიკვდილი. ადამიანი არ ცდილობს განახლებას. ამიტომ სინანული ეს არის მარადიული უკმაყოფილება საკუთარი თავით და მარადიული სწრაფვა განახლებისაკენ. და ცდილობა, რომ როგორი წარუმატებელიც არ უნდა იყოს ადამიანი ამ გზაზე, აი თქვათ, არიან რომლებიც ვითარდებიან, დიდ სიმაღლეზე ადიან, წმინდანის ხარისხს აღწევენ, მაგრამ თქვათ ადამიანი არის, ვინც ვერ ახერხებს, წარუმატებელია, ხშირად შეიძლება არღვევს ცნებებს, ზოგჯერ მძიმე ცოდვებში, მაგრამ თუ მისი სწრაფვა გულწრფელია და მთელი არსებით ცდილობს, რომ გადალახოს ეს სისუსტე, თავისი ცდუნებები, თუ ამას ცდილობს ადამიანი, ესე იგი ის იბრძვის, რომ იყოს ღმერთთან და ღმერთი მას პატიობს. თუ ეს გულწრფელია, რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს გარეგნული, მხოლოდ ფორმალური და აი ამაზეა ეს იგავი, რომ სინანულის გარეშე რაც არ უნდა სიკეთე ქონდეს ადამიანს გაკეთებული და რა
საფეხურზეც არ უნდა იყოს ასე თქვა საზოგადოების თვალში როგორც სათნო ადამიანი ის სულიერად გვტება. სულიერად გვტება და რასაკვირველია იწყება მისი უკვე დაშორება ღვთისაგან და ცოდვების გამრავლება მასში. და იგავი ძალიან მარტივია. წავიკითხოთ იგავის ტექსტი. ეს არის ლუკას სახარება მე-18 თავის მე-10-დან მე-14 მუხლის ჩათვლით. თქვა უფალმან იგავი ესე, ვითარმეთ ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერი. ფარისეველი იგი წარსდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან. ღმერთო, გმადლობ შენ, რამე თუ არა ვარ ვითარცა სხვანი, კაცნი, კაცებელ, სულ და მემრუშე გინა ვითარცა ესე მეზვერე. ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულს შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზიახილად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა, ღმერთო, მილხინე წოდვილსა ამას. გეტყვით თქვენ, გარდა მოვიდა ესე განმართლებული სახე თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამე თუ ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი, იგი დამდაბდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. აი რაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მრავალი სათნოება, ფარისევლები, საერთოდ ფარისეულთა სექტა ეს იყო სექტა, რომელიც გამოირჩეოდა სჯულის წესების ცოდნით, ძალიან ესე ვთქვათ, გულმოდგინე აღსრულებით და საზოგადოებაში ითვლებოდნენ აი სანიმუშო აღმსარებლებად, სანიმუშო ღვთის მოსავ ადამიანებად და ჰქონდათ კიდევაც პატივსცემაც, ხალხი უსმენდა და მათ დიდი უფლებები ჰქონდათ, ისინი მათი შორის იყვნენ წიგნობარნი, ღვთისმსახურნი, სინედრიონის წევრები, ანუ ეს ძალიან ესეთი ჯგუფი იყო რაღაც იუდეველთა, რომელსაც აი პრეტენზია ჰქონდა მოშურნეობაზე, აი მეტად მოშურნე და მეტად განათლებული. და მართლაც ჰქონდათ მათ ეს განათლებაც ჰქონდათ, ეს მოშურნეობაც ჰქონდათ და იქ როცა ის ამბობს, რომ აი მე კვირაში ორჯერ ვიმარხავ, ეს მარხვა ეს არ იყო ასეთი მოთხოვნა სჯულისა. სჯულის მოთხოვნა გაცილებით უფრო მცირე იყო, მაგრამ ეს ამას აკეთებდა ამორჩეულად, ესე იგი განსაკუთრებულად არც შესაწირავიც მთელი ქონებისაგან არ იყო აუცილებელია მე-10 შეწირვა. იყო ესე ვთქვათ ნაყოფისაგან, უნებისმიერ მოცემული ნაყოფისაგან და პირუტყვისაგან მე-10 და არა მთელი ქონება, ეს მთელი ქონებისაგან წირავდა მე-10-ს. ესე იგი, ამ სჯულს გაცილებით უფრო მეტი მონდომებით ასრულებდა, ესე ვთქვათ, დადგენილზე უფრო მეც აკეთებდა. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ის ადამიანი ცდილობდა, რომ აი ღმერთის წინაშე მისი მსახურება ყოფილიყო ძალიან გამორჩეული, განსაკუთრებული და მაგრამ აი რა არის აქ სწორედ აი პრობლემა, ესე იგი ამ პიროვნებასთან. პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანი ლაპარაკობს მხოლოდ თავის ღირსებებს და ღმერთს ეუბნება, რომ მადლობელი ვარ ღმერთო. ანუ ერთის მხრივ კარგია, როდესაც ადამიანი მადლობს ღმერთს, იმიტომ რომ ნამდვილად ღმერთი გვაძლევს ყველა ძალას. ეს კარგია. მადლობს ღმერთს, ანუ ღმერთისგან მიიღო ეს ძალა, რომ ამ სიკეთეს აკეთებს და კიდე რისი ძალა მიიღო, რომ თქვათ არ სწოდავს. არა ვარ ამბობს დაცებელი, ცრუ, მემრუშე და აი თქვათ ისეთი, როგორიც აგერ მეზვერე დგას კიდევ მეორე ტაძარში დაინახა, რომ ისიც ორნი არიან შესული სალოცავად და ისიც ლოცულობს. ასეთიც არა ვარ. ანუ რო არა ვარ ცოდვილი, რომ შემიძლია ასეთი სჯული აღვასრულო გაცილებით უფრო მეტი მონდომებით, მეტი მოშურნეობით, ვიდრე ეს დადგენილია. ანუ აი ამისთვის ყველაფრისთვის მადლობს ღმერთს. მაგრამ ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, ნაკლი ამ ადამიანის არის ის, რომ
ის ვერ ხედავს თავის თავში ცოდვას. და ხო ვთქვით, რომ უცოდველი მხოლოდ ღმერთია და წმინდანებიც კი იყვნენ უკმაყოფილო და იმდენად უკმაყოფილო იყვნენ ამ ცნების შეუსრულებლობის გამო, რომ ესე იგი გლოვაშიც კი იყვნენ და თან ესეთი პერმანენტულ, აი უწყვეტ წუხარებაში იყვნენ. და თუ კი წმინდანები აღმოაჩენდნენ თავის თავში, ესე იგი ნებისმიერ რიგით ადამიანს მით უმეტეს უფრო მეტი აქვს ეს ცოდვა და აი ეს ცოდვის დავიწყება, ვერ დანახვა, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ჟულს აღასრულებს გარეგნულად. წესებს აღასრულებს, ну რაღაცა თქვა სასიკვდილო ცოდვებისგან თავს იკავებს, მაგრამ მის გულში არ არის სიყვარული. მის გულში არ არის მიმტევებლობა. მის გულში არ არის, ესე ვთქვათ, უკმაყოფილება სწორედ საკუთარი თავით და ცდილობა, რომ უკეთესი გახდეს. და რას იწვევს ეს, აი სწორედ ესეთი სინანულის არქონა, ანუ კმაყოფილება საკუთარ. რომ ადამიანი უკვე საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებს და მიაჩნია, რომ სხვებზე უკეთესია, მიაჩნია, რომ მას აქვს უფლება, რომ ვიღაცა შეაფასოს და თქვას, რომ აი ცოდვილია, მე არა ვარ ცოდვილი და მადლობ ღმერთს, რომ არა ვარ ცოდვილი. აი ეს განკითხვა, ეს არის უკვე უსიყვარულობა. უკვე უსიყვარულობა და ესეთი დამოკიდებულება ზემოდან ყურება ადამიანებისადმი და ეს მოყვება სინანულის არქონას. ანუ სინანული კი რა არის? საკუთარი ცოდვების ხედვა. უნარი ხედავდეს შენს ნაკს. და რა იწვევს იმას, რომ ადამიანი საკუთარ ცოდვებს ვეღარ ხედავს? ეს ამას იწვევს ის, რომ ადამიანი როდესაც რაღაცას მცნებას დაარღვევს, იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ეს დააშავა და ამბობს, რომ კი, მე ეს დავარღვიე, მაგრამ აი რამდენი სიკეთე გავაკეთე და ანუ თვითონ არის თავის საჯული, თვითონ ესე იგი განსაჯრო, კი, ცოდვა კი ჩავიდინე, თქვა რაღაცა, ну, თქვა არასასიკვდილო, მაგრამ რაღაცა მცირე ცოდვა ჩავიდინე, ну, თქვა არა მაქვს, აი განვიკითხავ, თქვა ძმას, ხო? ეს ცოდვა, მაგრამ აი სამაგეროდ ამდენი სიკეთე იმას ეს არ გაუკეთებია და ну მე მაინც უკეთესი ვარ იმაზე. და ეს არის სწორედ გაქცევა პასუხისგებლობისაგან. აი სინანული არის მაღალი პასუხისგებლობის გზნობა. მუდმივი, ესე იგი სწრაფვა, რომ იყო ბოლომდე მართალი სინდისის წინაშე, ღვთის წინაშე და ეს უპასუხისგებლობა, როცა ადამიანი გაურბის პასუხისგებლობას, გაურბის რაღაცა გარკვეულ ტვირთს, გარკვეულ შრომას, რომ მუდმივად წინ მიდიოს და რას მოიპოვებს ამით. რაღაც გარკვეულ კომფორტს მოიპოვებს, ესეთი შინაგან კომფორტს, რომ აი ну კი რაღაც შეცდომები კი აქვს, მაგრამ იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ ეს იმას გადაფარავს და მოკლედ შეუძლია მშვიდად იყოს. აი ეს თვით დამშვიდება, თვით დაჯერება, თვით კმაყოფილება, ეს არის სული სიკვდილი. აქედან იწყება ყველა ცოდვები, განკითხვა, ესე იგი, რისხანება, შური, სიძულვილი და ათასი კიდე უბედურება. ამიტომ თავარი არის, რომ ადამიანში იყოს განცდა თვისთა ცოდვათა. და აი ამისკენ მოგვიწოდებს დიდი მართვა. თუ ჩვენ თვისთა ცოდვათა განცდა არ აქვს, ფასი არ აქვს ჩვენ და პირიქით. შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ცოდვილი, არის მეზორი არის ხარკის ამკრეფი, რომელიც ხარკს კრეფს თან ჯერ ხარკის ამკრეფი ყოველთვის ხალხისთვის მიუღებელი იყო, იმიტომ რომ ისედაც გაჭირებულ ხალხს, ასე ვთქვათ, მძიმე ტვირთად აწვა ეს ხარკის ამკრეფები და კიდევ ეს ემსახურება დამპყრობელ ხელისუფლებას, ანუ რომის ხელისუფლების თვის კრეფენ ამ ხარკს და კიდე წარმოიდგინეთ, აი ხარკის ამკრეფა ხომძიმე იყო მოსახლეობისთვის და კიდე რაღაცას, ესე იგი დადგენილზე მეც ართმევდნენ ხალხს. ანუ ხალხისთვის ესენი იყვნენ, აი
საძულველი ხალხი და აი ეს საძულველი ადამიანი ესეთი ფენა მეზვერეთა ფენა იყო საძულველი ხალხისთვის და აი ეს საძულველი ფენის წარმომადგენელი აი სასწაულია მაგრამ ფაქტია რომ განიცდის ამას ახლა რა საინტერესო ფენომენია რომ ახლა ასე ძიმე ცოდვილი ხარ და მაგრამ გაქვს სინდისის ქეში აი ეს არის აუცილებელი რომ არიან ადამიანები რომლებიც ცოდვილ ცხოვრებაში ცხოვრობენ ცდილობენ მაგრამ ვერ ისე აწუხებთ ეს ცოდვა მაგრამ ვერ ამარცხებენ თავის უძლურებას ასე ძალიან ბევრია და საერთოდ უმრავლესობა ადამიანებს ასე ვართ სხვადასხვა სახით არის უამრავი ცოდვა რომელსაც ჩვენ ვერ ვამარცხებთ და აი ეს მას აწუხებს და წარმოიდგინეთ რომ აი ესეთი მძიმე ცოდვილი განმართლდა ღვთის თვალში იმიტომ რომ გულწრფელად აი როგორი სერიოზული სინანული ქონდა თავი დახრილი ქონდა ზემოთ ვერ წევდა სირცხვილის გამო გულში ჯიხს იცემდა და ამბობდა ღმერთო მილხინე მე ცოდვას მეტი არაფერი აი ცოდვილი ვარ და შემიწყალე ღმერთო აპატია ღმერთო აი ეს სინანულის გამო ადამიანს ეპატია ეს უმძიმესი ცოდვები და ესე იგი ღმერთმა შეიწყალა აი სინანულის გამო ღმერთი გვიწყალებს და ყველას გვჭირდება სინანული ყველას ამიტომ აი სინანულის გარეშე რაც არ უნდა სიკეთე და სათნოება ვაკეთოთ ყველაფერი წყალშია ჩაყრილი იმიტომ რომ სინანულის გარეშე ჩვენ ვართ თვითკმაყოფილებაში თვით დაჯერებაში და ასეთი ამ რაც იწვევს აპარტავნებას და პატივმოყვარეობას და მე ამას მოყვება ყველა სხვა ცოდვა. ასე რომ აი დიდი მარხვის წინ პირველი კვირის ასე ვთქვათ თემა, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ და მთელი კვირა უნდა ვეცადოთ რომ მომავალ კვირამდე რომ აი ვეძებოთ ჩვენში ჩვენი შეცდომები და ვთხოვოთ ღმერთს შენდობა და სინდისის ქეჯნა რომ ძლიერი იყოს ჩვენში. ვითხოვოთ ძლიერი სინანული, ანუ ძლიერი უკმაყოფილება, ძლიერი მწუხარება ჩვენი ცოდვების გამო. აი ეს არის თავარი ამოცანა დიდი მარხვისა და აი სწორედ აი პირველი მოსამზადებელი კვირიაკე ეს არის მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე, სწორედ აი მისკენ მოგვიწოდებს სინანულისკენ, საკუთარი ცოდვების განცდისკენ მოგვიწოდებს და სიმდაბლისაკენ. და ასე მთავრდება ბოლოს ეს იგავი, რომელმა დაიმდაბლოს თავი იგი ამაღლდეს, ანუ ვინც აღიაროს, რომ უძლურია, არასრულყოფილია და ითხოვოს ღმერთისგან შენდობა, რომ ის ვალშია ღმერთთან და მრავალი დანაშაული აქვს ღვთის წინაშე და ეს აწუხებს მას. ღმერთი, რომელიც სიცოცხლის მომნჯებელია და ჩვენ მას ვერ ვპასუხობთ იმ სიყვარულით, რომელიც მას ეკუთვნის. აი ამის გამო მწუხარება აქვს, ეს არის დამდაბლება თავისა, ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავისთვის, ხო, და ვინც დაიმდაბლებს, ის ღმერთისგან მიიღებს შენდობას და სულიერად განთავისუფლდება ცოდვებისაგან და რაღაცა თითქოს ახლიდან დაიბადა, სულიერად მაღლდება ის, განიკურნება და ახალი ენერგიით აგრძელებს ცხოვრებას. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავისთვის, ანუ რას ნიშნავს? რომ საკუთარ თავზე კონდეს კარგი წარმოდგენა და არ ახსოვდეს თავისი ვალი ღმერთის წინაშე, დანაშაული ღმერთის და ვითომაც, ესე იგი, ვითომაც არაფერი ესე დიდი დანაშაული არ მიუძღვეს და პირიქით ძალიან დამსახურებული და საპატივსაცემო პიროვნებაა და ასე უყურებს თავის თავს და ცდილობს რომ ყველამ ასე შეხედოს და თუ ემინე ასე არ შეხედავს, ძალიან ესე ვთქვათ მას მის მიმართ ესე ვთქვათ ექნება ძალიან დიდი უკმაყოფილება. აი ეს არის ვინც აღიმაღლოს, იგი დამდაბლს ნიშნავს დამდაბლს, ის კარგავს სულიერ ძალას, ღვთის მადლს და ცოდვებში იწირება. ერთმა მოგცეს სიმდაბლით და სიმაღლე და მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ერთმა დაგლოცოთ, გაგეხაროთ და ერთმა კეთილად მოგვამზადოთ დიდი მარხვისათვის და ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს. ჩვენთან არს ღმერთი.